ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ასტროლოგიაში არსებობს დედამიწის წერტილი. ანუ რუკაზე ზოგადად არ ჩანს დედამიწის წერტილი, ან დედამიწა არ არის მონიშნული ჩვენს ნატალურ რუკაზე, თუმცა არის კონკრეტული მეთოდები ასტროლოგიაში, რომელსაც სჭირდება დედამიწის წერტილის, ესე ვთქვათ, ჩასმა, დართვა რუკაზე. პროფესიონალურ პროგრამებში დართული არის ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რომ დედამიწის წერტილი დავურთოთ ნატალურ რუკას, თუმცა არის უფრო მარტივი მეთოდი, რომელიც ისედაც განახებთ, სადაც შეიძლება რუკაზე იყოს დედამიწის წერტილი, იმიტომ რომ რეალურად დედამიწის წერტილი ყოველთვის არის მზის მოპირდაპირე მხარეს, ანუ სადაც ნატალურ რუკაში არის თქვენი მზე მოპირდაპირე მხარეს, ყოველთვის დგას დედამიწა. როგორც სპარსის ფორტუნას დაახლოებით ისე აღნიშნავენ, ეს არის წრე და შუაში ჯვარი, დედამიწის ნიშანი. ჩვენ ასტროლოგიაში დედამიწის ნიშანს ხშირ შემთხვევაში ძარსად არ ვიყენებთ, არის ძალიან მცირე მეთოდები, სადაც გამოიყენება დედამიწის წერტილი. უმეტეს შემთხვევაში დედამიწის წერტილს გამოიყენებენ ეზოთერიკოსები, თავიანთი ინტერპრეტაციისთვის, ანალიზისთვის, პრაქტიკულ ასტროლოგიაში ჩვენ დედამიწის წერტილი არაფერში არ გვჭირდება. ეს არის, ესე ვთქვათ, უბრალოდ ინტერესის სფერო კონკრეტულად რა ნიშანში და რომელ სახლში ხვდება შენი დედამიწის წერტილი. სხვა შემთხვევაში, როგორც ესეთი კონკრეტული ინტერპრეტაციები და კონკრეტული გამოყენება ფორმულებში არ ირთვება და არანაირი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა თუ საერთოდ შეუძლია ინფორმაციის მოცემა ამ წერტილს. ასტროლოგიაში ჩვენ არ გამოვიყენებთ დედამიწის წერტილს, თუმცა უბრალოდ ცნობის მოყვარების გამო ვუყურებთ ხოლმე ხანდახან, გვაინტერესებს სად მოხვდება. უმეტესად დედამიწის წერტილი გამოიყენება ეზოთერიკულ ასტროლოგიაში.